კომპანია თეთრი კვადრატი მომავალი მობინადრეებისთვის საცხოვრებელში კომფორტის დანერგვაზე მუდმივად ზრუნავს. ამ მიზნით თეთრმა კვადრატმა მინდელის პროექტზე პროკრედიტ ბანკთან და ოტისის ოფიციალურ პარტნიორ მეპერსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტის ფარგლებში დეველოპერული კომპანიის მინდელის პროექტში ამერიკული ოტისის ბრენდის ლიფტები დამონტაჟდება. კომპანია მეპერსი ოტისის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. ის არაერთი მასშტაბური პროექტის ავტორია. კომპანიის მომსახურება კი ათეულობით მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსსა და პრემიუმ კლასის სასტუმროებზე ვრცელდება. როგორც კომპანიებში ამბობენ, ორი წარმატებული კორპორაციის თეთრი კვადრატისა და მეპერსის პარტნიორობის მთავარი მიზანი თეთრი კვადრატის მაცხოვრებლების კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ჩვენი კომპანია აპირებს ამ პროექტში ოტისის ლიფტების დამონტაჟებას. მოგეხსენებათ, ოტისი გამოირჩევა თავისი ხარისხით, სანდოობით, საიმედოობით და ჩვენთვის უსაფრთხოება ადამიანის, ისევე როგორც პროდუქტის ხარისხი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჩვენი პროექტების განხორციელებისას. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ასეთ სერიოზულ კომპანიასთან დავიჭიროთ ურთიერთობა, რომელსაც 170 წლიანი ისტორია აქვს ამ სფეროში და არის მსოფლიოს ლიდერი ლიფტების წარმოებაში. მოხარულები ვართ, რომ ოტისის ლიფტები მოემსახურება თანამედროვე ურბანულ სივრცეს და მის მაცხოვრებლებს. ოტისი ეს არის კომპანია, რომელმაც პირველად შექმნა სამგზავრო ლიფტი, რომლის დამონტაჟებაც მოხდა ნიუ-იორკში 1856 წელს და დღეს ოტისი დაახლოებით 2,4 მილიარდ ადამიანს ემსახურება ყოველდღიურად. აი მასშტაბის კომპანიაზე არის საუბარი. ამ მასშტაბის კომპანიის ძალიან მაღალი ხარისხის ლიფტები მოემსახურება თეთრი კვადრატის საცხოვრებელ კომპლექსს. მინდელის პროექტის განხორციელებაში საქართველოს ბაზარზე 25 წლიანი გამოცდილების მქონე პროკრედიტ ბანკიც ერთვება. პროექტის დაფინანსების მიზნით თეთრმა კვადრატმა ბანკთან გარიგება წარმატებით დახურა. ევროპული სტანდარტების პროკრედიტ ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ენერგოეფექტური ინიციატივების მხარდაჭერა და საქართველოში მდგრადი ბიზნესის განვითარება. სწორედ ამ კრიტერიუმით შეირჩა თეთრი კვადრატის მინდელის პროექტიც, რომელიც ენერგოეფექტურია და გარემოზე მავნე გავლენის შემცირებას ეფუძნება. პროკრედიტ ბანკი არის საქართველოს ბაზარზე 1999 წლიდან და მას არაერთი საინტერესო და ინოვაციური ფინანსური პროდუქტი აქვს ბაზარზე დაგეგმილი. ბანკმა ხელი შეუწყო ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. ეს არის ბანკი, რომელიც კონცენტრირებულია ეგრეთ წოდებულ პასუხისმგებლიან დაფინანსებაზე და ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის პროკრედიტ ბანკთან თანამშრომლობა. და ვიმედოვნებ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეთრი კვადრატის პროექტს აფინანსებს პროკრედიტ ბანკი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში სხვა პროექტებზეც ვითანამშრომლებთ ამ ბანკთან. პროკრედიტ ბანკმა პირველი, ესე ვთქვათ, შეთანხმება გააფორმა თეთრ კვადრატთან და აქ შეიძლება გამოიყოს სამი მნიშვნელოვანი ასპექტი. პირველი ეს არის გამოცდილება, რომელიც თეთრ კვადრატს გააჩნია, ეს არის მენეჯმენტი, რომელიც თეთრ კვადრატს ყავს და ასევე მესამე ეს არის ენერგოეფექტური პროექტი, რაც პროგრედიტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ გარემოზე ზრუნვა და მწვანე პროექტების დაფინანსება პროკრედიტ ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ პროკრედიტ ბანკი ძალიან აქტიურად არ არის ჩართული სამშენებლო პროექტში, არჩევს მხოლოდ ისეთ პროექტებს, რომელიც ისე ვთქვათ, ენერგოეფექტურია, მწვანეა და კარგი რეპუტაციით გამოირჩევა. დეველოპერული კომპანია თეთრი კვადრატი ამჟამად საქართველოში 11 პროექტით არის წარმოდგენილი და მათ შორის 3 პროექტი უკვე დასრულებულია. რაც შეეხება მინდელის პროექტს, ის უბნური განვითარების კონცეფციას მიჰყვება. საცხოვრებელი კომპლექსი ყველა იმ სივრცეს გააერთიანებს, რითაც მაცხოვრებლები ურბანული საჭიროებების დაკმაყოფილებას შეძლებენ და უბნის დატოვების აუცილებლობას თავიდან აირიდებენ. არქიტექტურა, ხარისხი და ენერგოეფექტურობა. ყველაფერი ეს თეთრი კვადრატის მინდელის პროექტში გაერთიანდება.